მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლების საერთო კრებები 18 თებერვლამდე გაგრძელდება. სოფლის მხარდაჭერის პროგრამით პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად მიიღება. ადგილობრივები თავად ირჩევენ მათთვის პრიორიტეტულ პროექტებს. პროგრამის ფარგლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად ზესტაფონის მუნიციპალიტეტს ისევე როგორც წინა წელს 832,000 ლარი გამოიყო. დასაფინანსებელი პროგრამით განსაზღვრულია სასმელი წყლის სისტემები, წყალსადენები, სათავო ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, სარწყავის სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრის სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები, ასევე ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა, ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, სასაფლაოების შემოღობა და კეთილმოწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი, სკვერები, წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად ნიშნების, ასევე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება. ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში სახელმწიფო უწყებების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობით ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უმთავრესი პრიორიტეტია დეგრადირებული ტყეების აღდგენა და ტყის ფიზიკური დაცვა. შესაბამისად, კოდექსში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას და ტყის დაცვის გაძლიერების მექანიზმებს. ასევე იგეგმება ბიზნეს პროცესების გამარტივება და ხარჯების ოპტიმიზაცია. კანონპროექტით ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქცია უბრუნდება ეროვნულ სატყეო სააგენტოს. გათვალისწინებულია 401 ტყის მცველის დამატება, რის შედეგადაც თვითონ მცველზე დასაცავი ტერიტორია 10-15,000 ჰექტრიდან საშუალოდ 2,000 ჰექტრამდე შემცირდება. ასევე ტყის დაცვისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გასაზრდელად გათვალისწინებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს ტექნიკური გადაიარაღება თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით. საჯარო განხილვები ჩატარდა დღეს ტყის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები ითვალისწინებს შემდგომ ფაზას ტყის რეფორმის, რომელსაც სახელმწიფოს ეგიდით ჩვენ ვახორციელებთ, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე ჩართულია ტყის ეროვნული სააგენტო, დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო და ბუნებრივია ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ სამოქალაქო საზოგადოებასთანაც, რომელიც დაინტერესებულია ამ სეგმენტით. რას ითვალისწინებს ახლა ეს ცვლილებები და რას ემსახურება? ეს არის ღონისძიების მთელი კომპლექსი, რომელიც ემსახურება ერთი მხრივ ტყის რესურსის და ტყის მასივების დაცულობას. ეს დაცულობა უნდა გაიზარდოს ახალი ტექნიკური აღჭურვილობით, თანამედროვე ტექნოლოგიებით და მეორე მხრივ პერსონალის უფრო მეტად კვალიფიციური დონით, რაოდენობის გაზრდით მე ვგულისხმობ მეტყევებს და ტყის ცველებს, იმისაც რომ მათ შეძლონ სტანდარტული მოცულობების, სტანდარტული ფართის ტყის მასივების ფიზიკური დაცვაც და ასევე მოვლა, სანიტარული მოვლა და აღდგენითი ღონისძიების გატარება ტყეში. ასევე მნიშვნელოვანი არის კომერციული სექტორის ჩართულობა ამ პროცესში. ჩვენ ვცდილობთ, რომ მათი ხარჯები და მათი საქმიანობის, ლეგალური საქმიანობის განჭურვალება და კონტროლი იქნეს გაძლიერებული და მეორე მხრივ ხარჯები იქნეს შემცირებული იმ რაციონალურ დონემდე, რომელიც მოგცემს საშუალებას, რომ ჩვენ ბაზარზე საბაზრო ფასი ჩამოყალიბდეს და კონკურენტული გარემო იმისაც, რომ ტყის რესურსი, რომელიც გამოსტანილია სამეურნეო საქმიანობისთვის, ხელმისაწვდომი იქნეს მეწარმეობისთვის. საქართველოს ტყეების მომავალი გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმა სამინისტროს დამატებით აქვს წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ტყეების დაცვის პროცესს ჩვენ ქვეყანაში და სწორედ ეს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ჩვენ შესაძლებლობა გქონდა, რომ განგვეხილა ეროვნული სატყეო პროგრამის პროცესის ფარგლებში მიმდინარე წლის პირველ სამუშაო შეხვედრაზე და ვფიქრობთ, რომ სატყეო სექტორის რეფორმისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები იქნება განხორციელებული მიმდინარე წლის გაზაფხულზე. შევძლებთ, რომ გქონდეს ერთის მხრივ უკეთესად დაცული ტყე, მეორეს მხრივ ჩვენ შევძლებთ, რომ მოვახდინოთ უფრო მეტი ტყის აღდგენა და ამ პროცესში გქონდეს მაღალი ჩართულობა. გახლავართ ეკა კვირკველია
ვმუშაობ ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა კულტურების შემსწავლელ ცენტრში. ჩვენი პროექტი, რომელსაც გერმანელი ქართველოლოგი იოსტ გიპერტი ხელმძღვანელობს, შეეხება სამი ეთნიკური ჯგუფის ქართველების, სომხებისა და კავკასიის ალბანელების ხელნაწერთა კულტურის შესწავლას. ჩემი ინტერესების სფერო არა მხოლოდ ქართული პალიმსესტები, არამედ ვცდილობ, რომ თანამედროვე სამყაროს აუწყო, ასე ვთქვათ, ფეხი და ციფრულ ჰუმანიტარიაშიც ვიმუშაო, იმიტომ რომ თუ ამ ყველაფერს უგულებელყოფ, მაშინ რჩები ძველი მეთოდების ამარა. ყავს 16 წლის გოგონა, რომელიც ჩემთან ერთად ცხოვრობს ჰამბურგში და საკუთარ შვილს ასეთი დამოკიდებულებით ვზრდი, რაც გიყვარს, რაც გრძნობ, რომ გიყვარს და რის კეთებაშიც დრო ისე გადის, რომ ვერ გრძნობ. თუ აი ასეთ საქმეს მიაგენი და მე ამას თუ პროფესიად აქცევ, მე მგონი ამაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში არ არსებობს. თამარ გუჩუა, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ზოგადი ენათმეცნიერების მიმართულებით. ქუთაისში დავამთავრე საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები. 2023 წელს დავიცავი სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 2024 წელს დავინიშნე ასისტენტ პროფესორად კონკურსის წესით. მიმდინარე კვლევით პროექტს გამოვარჩევდი. პროექტი ეხება მეტაფორების კვლევას საანთროპოლინგვისტიკური პერსპექტივიდან და ქართული პოლიტიკური დისკურსის მაგალითზე. შარშან მოხსენებები წარმოვადგინე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის უნივერსიტეტში, ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში, ლინგვისტურ ფორუმზე და კიდევ დანიაში. ის ფაქტი, რომ სადოქტორო დისერტაცია დაცული მაქვს, ვიცი, რომ მეცნიერის სტატუსს მანიჭებს, მაგრამ შინაგანი აღქმით ვარ უფრო მკვლევარი. ელინა ბაქრაძე, ქიმიკოსი, აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი და მოღვაწეობს საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების კუთხით. მაქვს გამოქვეყნებული 80-მდე სამეცნიერო სტატია, 5-მდე წიგნი, სწავლობ საქართველოს წყალს, ნიადაგს, ატმოსფერულ ჰაერს. ქიმია მასწავლე და ყოველთვის ერთ რამეს, რომ არც ერთი რეაქცია მყისიერად და წამიერად არ ხდება. შესაბამისად ამას წინ უძღვის პროცესები, განმეორებითი ცდები, შეცდომები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღწევა შედეგი. ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც. უახლოესი საომავლო გეგმები სწორედ ეს არის, რომ აკადემიურად ვიყო აქტიური და გადავცე მომავალ თაობას ის, რაც უკვე დავაგროვე და ის, რასაც შემდგომში შევქმნი. ნინო უგრახელიძე, დოქტორანტი. დაახლოებით 12 წლიანი სამუშაო გამოცდილებით განათლების სფეროში. ვარ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დოქტორანტი, სადაც ვიკვლევ ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მზაობას საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში. გარდა ამისა, ვარ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი. რომ შევაჯამოთ ჩემი პროფესიული გზა, აერთიანებს კომუნიკაციის სფეროს, განათლების პოლიტიკას და ხელოვნურ ინტელექტს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი, რაც მახსენდება, ეს არის გაეროს კვლევა საქართველოში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის მზაობის შესახებ, რომელსაც ჩემი კოლეგებთან ერთად ვაკეთებ. რაც შეეხება მომავლის მიზნებს, ჩემი მიზანია, რომ ჩემი აკადემიური კვლევის შედეგები გადმოვიტანო რეალურ საგანმანათლებლო პოლიტიკაში, ანუ შევქმნა ისეთი მოდელი, რომელიც დაეფუძნება ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას და მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემას. როზეტა გუჯეჯიანი, ეთნოლოგი, ისტორიკოსი, სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. ვარ ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში კულტურული ისტორიული მეხსიერების თემატიკას შეეჭიდა. 2006 წლიდან ვიკვლევ თურქეთის ქართველთა ტრადიციულ კულტურას, თანამედროვე პროცესებს, ასევე ისტორიულ ჰერეთს და ფერეიდნელ ქართველთა და მაზანდარანელ ქართველთა ტრადიციულ კულტურულ მდგომარეობას და ვითარებას. ამ ეტაპზე გვაქვს დიდი პროექტი მადლიერი ვარ რუსთაველის ფონდისა, რომელიც საზღვრისპირა რეგიონის, კერძოდ სვანეთის ამ მიმართულებით კვლევასაც ეძღვნება და ვფიქრობთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ შესანიშნავად იქნება ეს მონოგრაფიულად წარმოდგენილი. გვყავს 5.5 წლის ქალიშვილი, ექსპედიციებში უკვე თან დამყვება. რასაკვირველია, ეს რთულია, მაგრამ თანამავე დროს არის ბედნიერება. სხვა მთელი ჩემი დრო ხმარდება ოჯახს, უნივერსიტეტს, მეცნიერებას. მე ვარ ეთერი ქათამაძე, 71 წლის, მუშაობ ფერომედში,
72 წლიდან. ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური, მეტი რო არ შეიძლება. კოლექტივი ისეთია, აი ბატონი კოტე ქავთარაძე და მისი მეუღლე, არ ვიცი როგორი თბილი და კარგები არიან ყველას მიმართ. დილის გათენება რო იწყება ჩემიდან, მოვდივარ ისეთ შემართებით, რომ აი მინდა რომ ყველაფერი იყოს აწყობილი 100-ზე საოპერაციოში. მე იქ სანიტარი ვარ, რო ვიცი ჩემი საქმე 53 წელიწადია მუშაობ. მინდა უმაღლეს დონეზე იყოს ყველაფერი გაკეთებული. ფეროში რო დავიწყეს პატარა საავადმყოფო იყო მაშინ მუშაობა. პატარა შენობა რასაც ქვია, იქ უფროსი ერთანი ვინც არის აქ ლამარაწაკაძე, ის იყო ერთად გვერდ-გვერდ მუშაობდით, იმიდან ბევრი რამე ვისწავლე. სითბო, სიხარული, სიყვარული, თანამშრომლები იქაც კარგი ხალხი იყვნენ. და იქიდან მოყოლებული, რა ვიცი, თუ ვინმეს რამე დაჭირდებოდა, მარტო ჩემს საქმეს კი არა, სხვის საქმესაც, სიყვარული თუ გაქვს სამსახურის, მეტი არაფერი არ გინდა. რა ვიცი, მე ვერ ვიტყვი, ვერავიზე რამეს, რომ ვინმე რა მინდა აქ და უნდა წავიდე და დავანებო თავი, ეს არასდროს არ ამოვა ჩემი მინდა. სული და გულით მოვდივარ, რომ გავაკეთო ჩემი საქმე, სხვასაც მივეხმარო, თუ საჭიროა, ავატყობს პირველ რიგში რა თქმა უნდა და რა ვიცი, თუ რამე ვინმე რამეს დამავალებს კიდე, მზად ვარ, რომ გოჯი დაუდგე და ყველაფერი კარგი საქმე გავაკეთო. ეს არის დაბადებიდან, მშობლებიდან დარიგებული, რომ შვილო კარგი საქმე აკეთე და წინ დაგხვდება ყოველთვის და მე ასეთი შემართებით ვარ ამ საავადმყოფოში. საპატიო მოქალაქეობა ნიშნავს, რომ მე უკვე მეტი პასუხისგებლობა მაქვს. უნდა ავიღო ჩემ თავზე ძალიან მაღალ დონეზე ყველაფერი პასუხისგებლობა, რომ არ შევრჩხე არავისთან, ვიყო წარმატებული, მოწინავე, კიდე მეტი კარგი საქმე ვაკეთო თუ სამსახურში და თუ რაიონისთვის. და მინდა რომ მართლა გავწყინებულ საქართველოში ვიცხოვროთ ყველა. ლოცვას ძალიან დიდი ძალა აქვს და მე ყველაფერ საქმეს ლოცვით ვიცი. და სიკეთეს ნებისმიერ ადამიან მტერი რომ მტერია, ვიცი რომ ის ჩემს მიმართ აგრესიულია. მე სიკეთეს იმას შევაცვლები, ბუნება ხასიათი, ჩემ ხასიათზე დავაყენებ. ეს შემიძლია. ეს ლოცვით მოდის და ლოცვა უნდა ყველას, მტერსაც, მოყვარესაც, რომ აი უნდა გაქრეს ის ცუდი უარყოფითი წავიდეს და დარჩეს დადებითი ველი.